ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. 3 მაისს მესტიას გვიან ღამით ესტუმრა ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი. ამ შემთხვევაში ამ ადამიანებს არ უცდია თავიანთი ვინაობის დამალვა, თავისი ვინაობის შენიღბვა და ჩვენც თამამად შეგვიძლიათ მათი დასახელება. ეს იყო სამეგრელო ზემოსვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, სამხარეო საფინანსო პოლიციის უფროსი გიორგი შედანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ანზორ მარგიანი და ასევე მესტიის გამგებელი გოჩა ჭელიძე. როგორც თვითმხილველები აცხადებდნენ, ამ ადამიანებს თან ახლდათ რამდენიმე ათობით შეიარაღებული ადამიანი, რომლებსაც სახეზე ნიღბები ჰქონდათ ჩამოაფარებული და ისინი პიკაპის ტიპის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. როგორც ჩანს, ამ ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის მიზანი იყო პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების წარმომადგენლების განსაკუთრებით დაშინება, კერძოდ კანდიდატების იძულება, რომ მათ თავიანთი კანდიდატები მოეხსნათ.